პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვარ. ასე კარგად არასოდეს არ ყოფილვარ. მამნეჩვევებისგან განთავისუფლებული, წონისგან რაღაცა ახლად გამოჩეკილი ბავშვივით ვარ. გარდა იმისა, რომ რაღაცები შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. წრეს და ადამიანებს. თუ შეძლებ იმ ყველაფერს, რომ მავნე ზემოქმედების მქონე ადამიანებისგან, ნეგატივის მომტანი ადამიანებისგან, თავი დაიჭირა შორს და საკუთარ თავთან იყო იდეალურ ბალანსში და ჰარმონიაში, შეზღუდო რაც შეიძლება და გაჩუმდე რაც შეიძლება, უფრო მეტ мотиваციას აძლევს საკუთარ თავს, უფრო გამოგდის და უფრო ბედნიერიც ხარ, იცი? რთული პერიოდები, რა თქმა უნდა, მქონია და იმდენაირი და ისეთი ხარისხების, რომ რა ვიცი, რომელი ერთმანეთს შევადარო, მაგრამ ეხა უკვე მეცინება, ხო იცი, იუმორით რო უყურებ მე ამ რთულ პერიოდებს, წისქვილის გვარდამტრიალებია და ხუმრობთ უკვე, იმიტომ რომ გაიარა ამ ყველაფერმა და იმდენაირად და შეიძირა ეს ჩემი ნერვები და რა მეხმარება, ზოგადად ახლა არ მინდოდა კიდე ჰოროსკოპის თქმა, მაგრამ მორიელებს გჭირთ ეგ, რომ ესე ფერფლისგან აღმოვცენდებით, მე მგონი, რომ ამის ძალა შეგვწევს, რომ ესე ნოლზებს კერძზე ვიცით საკუთარ თავის, ემოციის, ნერვების დაყვანა, განულება საკუთარ თავის და მერე ხელახლა აშენება და მე მგონი ეს ტრანსფორმაცია უფრო მოგწონს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ერთადერთი თავშესაფარი ჩაწექი გადაიფარა, გადაბრუნდა დაიძინა. იმდენჯერაც გინდა, იმდენჯერ მქონია ეგეთი პერიოდი, რომ ჩაწექი ჩამოაფარე და გარეთ არ გახვიდე. ასამბ. მშობაში ვიყავი ძალიან ალალი, ძალიან მეამიტი, კეთილი, ჭყალებში რა ვთქვა, ბოთე ბავშვი ვიყავი რა. მაგრამ იმდენი იმედგაცრუება შემხვდა, იმდენი წყენა, თუმცა ამ წყენის დამახსოვრება არ ვიცოდი. და ხშირად მეუბნებოდა დედაჩემი, შენ ალალი ხარ და მე რაღაცა დროთა განმავლობაში მე არ დავკარგე ეს ჩემი სიალალი, ნახე, უბრალოდ ვისწავლე ხალხის ცნობა, იმიტომ რომ მე თუ ამ ყველაფერს დავკარგავდი, ამით მე უფალს გავანაწყენებდი და ამას არ გავაკეთებ არასდროს და ჩემი შვილი მე მგავს მაგაში, უბრალოდ მე უფრო კარგი მენტორი ვარ მისთვის, ეხლა უფრო კარგად მიჯერებს, კარგად მისმენს და ვცდილობ ვასწავლო ჭრელი ფერების ცნობა. მე რო დედაჩემ ანდრიაზე არ მეხმარებოდეს, მე არავინ და არაფერი არ ვიქნები, ეხლა რო დამომჩიდე და დამაჯინე, არაფერი ქალი არ ვიქნები, იმიტომ რომ ჩემთვის ერთი პროფესია დედობაა და მერე მოდის დანარჩენი. დიდება უფალს ამისთვის, რომ ალბათ მე მომცა ამ ყველაფერს შნო, უნარი, გარემო, რომ ერთი წუთი, ერთი წამი არ მომჩვენებია რთულად, მარტოხელა დედობა, თუმცა დამიჯერე ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი არის მხოლოდ ასე რომ, რადგან მარტოხელა მქვია, თორე ის მომენტი, რომ ახლა ანდრიას სრულფასოვანი ოჯახი ყავს, აქედანაც და იქედანაც და გათამამებულია და ყველანაირად პირიქით მე ვარ უფრო დამშლელი, შემზღუდავი და ზოგადად ანდრია ძალიან გათამამებული ბავშვია ორ ოჯახს შორის, რომ იქეთ წავა და არ უნდათ რო აწყენიონ, აქეთ წამოვა და არ უნდა რო აწყენიონ და ბოლოს ინდირა გევის. მიყვარს ეს თავისუფალი სხარტი, სმარტი აზროვნება, მაგრამ ეს თავისუფლება უნდა უკონტროლო, რომ უზრდელობაში არ გადაუვიდეს ბავშვს ხო ვერ მოთხოვ ამას და სულ ამის კონტროლი მიწევს. და ახალმა წელმა ჩაიარა შრომით, როგორც ყოველთვის და ეს შრომა ჩვენ მომღერლებს და ხელოვანებს გვიყვარს. ჩვენი, ესე იგი, ჩემი და ჩემი ბენდის New Vision-ის სიმღერა დასრულდა, რომელიც ლაზარი ადამიანმა დაგვიწერა და ტექსტის ავტორი ვარ მე, გავაკეთებინეთ ზაზას ხუბუგელაშვილს სტუდიურად და ჩავწერე და მთელი ამბები მოკლედ და ეს სიმღერა დასრულდა. ეხლა ველოდებით, რომ ეს პერიოდი გადაივლის, ახალი წლების პერიოდი, მე როგორც სამუშაო პროცესში ჩავებმებით, გადავიღებთ კარგ ვიდეო რგოლს, იმიტომ რომ ისეთ კარგი სიმღერაა, რომ ვიდეო რგოლის გარშე მართლა ცოდოა. და ვფიქრობ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამჯერად გავაკეთოთ ისე, დაგპატიჟოთ თქვენს
იყოთ ჩვენი სტუმრები და ამჯერად ქუთაისმა უმასპინძლოს თბილის. გავაკეთოთ კარგი პრემიერა, ისე როგორც ქუთაისს შეეფერება. და იყოს ქუთაისთან გახიტებული, ისევე როგორც არაერთი სიმღერა გახიტებულა ქუთაისთან, რატომაც არა. და ყველას უყურეს, რომ აი, მაინც რატო ქუთაისში ხარ, რატო დარჩი ქუთაისში, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ რაღაც თბილისში რატო ხო ვიყავი ხალხო თბილისში და ვიდექ საცობში ვათენებდი და ვაღამებდი, საცობში შვილი როგორ უნდა გავსარდო. იმდენ რაიმეზე დადის, მე პლუს ამას რომ ჩემი საკუთარი სტუდია მაქვს და ხა როცა საკუთარ ფარჩი, საკუთარი შრომით აკეთებ ამ ყველაფერს და საკუთარი სახლი იქ გაქვს. რატომ უნდა ვიყო თბილისში, როცა საქმე მაქვს არ ვარ, სადმე რაიმეს ვაკლდები, არ ვჩანვარ, მეზარება, თუ აი რატო არის ეს, რომ ყველა აი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. არა, მე თბილისში არ გადმოვედი საცხოვრებლად, ქუთაისიდანაც ვაკეთებ თბილისში გასაკეთებ.